ევროპა ამერიკის პრეზიდენტის ბოლო რეზონანსულ გადაწყვეტილებაზე რეაგირებისთვის ემზადება 22 იანვარს ბრიუსელში საგანგებო სამიტი ჩანიშნეს. ბოლო თვეებში ისედაც დასაბული ტრანსატლანტიკური კავშირი ტრამპის ნაბიჯმა კიდევ უფრო გააუარესა. გრენლანდიის თემა ვაშინგტონ-ბრიუსელის ურთიერთობისთვის მძიმე გამოწვევად იქცა. 1 თებერვლიდან ამერიკის შეერთებული შტატები ვაჭრობაზე 10%-იან ტარიფს უწესებს ყველა ქვეყანას, რომლებმაც ტრამპის განცხადებების ფონზე გრენლანდიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და კუნძულზე სამხედროები გაგზავნეს. დაანონსებულია ტარიფების კიდევ უფრო ზრდა. დანიის საკუთრებაში არსებული კუნძულის მომავალი ახლა ევროპის დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. ამერიკის პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებამ დავოსის ეკონომიკური ფორუმის განსახილველი საკითხებით შეცვალა. უკრაინის ნაცვლად მთავარი თემა გრენლანდია, რომელზეც ტრამპის სრული კონტროლის მოპოვებას გეგმავს. მისი გზავნილია, რომ დანიას რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან კუნძულის დაცვა არ შეუძლია. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ უპასუხებს ნატოს წევრ ქვეყანას ევროკავშირი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის გადარწმუნებას და მასთან დიალოგს ცდილობს. მუქარად და შანტაჟად შეფასებულ ტარიფებზე ერთ-ერთ საპასუხო ზომად განიხილება იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტის, ეგრეთ წოდებული სავაჭრო ბაზუკას გამოყენება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური ზომების ამოქმედებას გულისხმობს. სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულის მომავალი სტატუსი შეინარჩუნებს თუ არა დანია ჩრდილოეთის რეგიონზე გავლენას. სალომე თორაძის რეპორტაჟი. გასულ კვირას ნატოს ევროპელი მოკავშირეების მიერ გრენლანდიაში მცირე სამხედრო კონტინგენტის განთავსებას იმის სადემონსტრაციოდ, რომ ევროპა ერთიანია და მათთვის მიუღებელია ამერიკის სურვილი ნებისმიერი გზით დაეუფლოს გრენლანდიას, დონალდ ტრამპმა ამ ევროპული ქვეყნებისთვის დამატებით 10%-იანი ტარიფების დაწესებით უპასუხა და მისი დაპირებისამებრ ეს ტარიფები ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება და იმოქმედებს იქამდე, ვიდრე ამერიკა გრენლანდიის სრულად შესაძენად შეთანხმებას არ გააფორმებს. სასწორზე მსოფლიო მშვიდობაა. ჩინეთსა და რუსეთს სურთ გრენლანდია. დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის საწინააღმდეგოდ. დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი გრენლანდიაში ჩავიდნენ უცნობი მიზნებით. ეს ძალიან საშიში სიტუაციაა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ, რისკის ისეთ დონეზე აიყვანეს საქმე, რომელიც არ არის მდგრადი. ამიტომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია მკაცრი ღონისძიებების მიღება. ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაცია სწრაფად და ყოველგვარი კითხვების გარეშე დასრულდეს. საპასუხოდ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს ტარიფ დაწესებული 8 ქვეყანა, რომელთა განმარტებითაც გრენლანდიაში ჩატარებული წვრთნები არქტიკული უსაფრთხოების გამტკიცებას ემსახურებოდა. ტარიფებით მუქარად ძირს უთრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს ქმნის. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ დიალოგში სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს. სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპელი ლიდერებისთვის და გამოხმაურებებსაც არ დაუგვიანია. მათ ტრამპის ეს ნაბიჯი ეკონომიკურ ზეწოლად და შანტაჟად შეაფასეს. მიაჩნიათ, რომ ნატოელი მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება არასწორია. მედი მაქვს ვინმე აუხსნის დონალდ ტრამპს, რომ ჩვენ ვართ საბაჟო კავშირი და ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირისთვისაა შესაძლებელი. გრენლანდიის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. კლიმატურ ცვლილებებთან ერთად იცვლება არქტიკა, იხსნება საზღვაო მარშრუტები და ძლიერდება სტრატეგიული კონკურენცია. უკიდურესი ჩრდილოეთი საჭიროებს უდიდეს ყურადღებას, დიდ ინვესტიციებს და უფრო ძლიერ კოლექტიურ თავდაცვას. შეერთებული შტატები ამ ძალისხმევაში ცენტრალურ როლს შეასრულებს და გაერთიანებული სამეფო მზადაა ჩვენ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად წვლილი შეიტანოს სრულად. თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება გრენლანდიის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ეკუთვნის მხოლოდ გრენლანდიის ხალხს და დანიის სამეფოს. ეს არის ფუნდამენტური უფლება და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ალიანსები ნარჩუნდება, რადგან ისინი იგება პატივისცემასა და პარტნიორობაზე და არა ზეწოლაზე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების დაწესება სრულიად არასწორია. ჩვენ შანტაჟს არ დავუშვებთ. დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ დანია და გრენლანდია წყვეტენ. არქტიკის რეგიონთან დაკავშირებით ტრამპის შეშფოთებას იზიარებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. თუმცა მიაჩნია, რომ საკითხი უნდა განიხილებოდეს ნატოს ჩარჩოში და გრენლანდიაში ევროპელი სამხედროების გაგზავნა ანტიამერიკული კონტექსტით არ უნდა იყოს აღქმული. ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მივიჩნევ შეცდომად და ასეთ მიდგომას არ ვიზიარებ. ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ეს ვუთხარი. ევროპის
ქვეყნების მიერ გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის ინიციატივა არ უნდა განიხილებოდეს ანტიამერიკულ კონტექსტში. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა კი რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს. უკვე გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე შეხვედრა, სადაც დიპლომატები შეთანხმდნენ გააძლიერონ ძალისხმევა დონალდ ტრამპის გადასარწმუნებლად და მოამზადონ საპასუხო ზომებიც. თუმცა კიდევ უფრო შორს მიდის საფრანგეთის პრეზიდენტი. როგორც ელისეის სასახლე განმარტავს, ემანუელ მაკრონი აპირებს ევროკავშირს მოუწოდოს აამოქმედონ კონტრზომები. კერძოდ კი ეკონომიკური ზეწოლის sapasუხოდ ევროკავშირის მიერ 2023 წელს შემუშავებული მექანიზმი ბაზუკა, რომელიც ევროკომისიას საშუალებას აძლევს დააწესოს სანქციები არა მხოლოდ საქონელზე, არამედ მომსახურებაზეც, ასევე ინვესტიციებზე, ლიცენზიებსა და შესყიდვებზე. თავად დანია კი ამბობს, რომ გრენლანდიის კრიზისის მოსაგვარებლად ვაშინგტონთან დიპლომატიურ ურთიერთობას გააგრძელებს. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ამ საკითხზე მუშაობა და გვენახა. შევძლებდით თუ არა ისეთი გამოსავლის პოვნას, რომელიც პრეზიდენტს გრენლანდიის მისაკუთრების იდეაზე უარს ათქმევინებს, გრენლანდიის სუვერენიტეტს დანიის სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობაში უზრუნველყოფს და ამავდროულად შეერთებული შტატების გონივრულ მოლოდინებს და მოთხოვნებს გაითვალისწინებს. ამერიკის პრეზიდენტი დიპლომატიურად რომ ვთქვათ, არატრადიციულია, მაგრამ შეერთებული შტატები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენ ამჟამინდელ კურსს გავაგრძელებთ. თუ შეერთებული შტატები სხვაგვარად არ გადაწყვეტს. თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა, ევროკავშირისგანაც გვჭირდება რეაგირება. ჩვენ ევროპელ მეგობრებს შორის მჭიდრო კონსულტაციები მიმდინარეობს. ტარიფების დაწესება გამართლებულად მიაჩნია შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს, რომელსაც გრენლანდიასთან დაკავშირებით უფრო მარტივი გამოსავალი ეკულება. სკოტ ფესენტის თქმით, თუ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი იქნება, მისი დაცვა საერთოდ აღარ გახდება საჭირო. ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია გამოიყენოს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ძალა ცხელი ომის თავიდან ასაცილებლად. რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? მჯერა ევროპელები გაიგებენ, რომ ეს საუკეთესოა გრენლანდიისთვის, საუკეთესოა ევროპისთვის და საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის. პრეზიდენტი ტრამპი სტრატეგიულად მოქმედებს, ის შორს იყურება, ის წელსაც და მომავალ წელსაც განიხილავს, თუ რა შეიძლება მოხდეს არქტიკულ ბრძოლაში. ჩვენ არ გადავცემთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას აუთსორსინგით. გარდა იმისა, რომ გრენლანდია მინერალური რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ტერიტორიაა, გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე არქტიკაში ყინულის საფარის რეკორდულად შემცირების შედეგად არქტიკის ათვისებისთვის ბრძოლა სულ უფრო კონკურენტული. ტრანსპოლარული საზღვაო მარშრუტი კი დღითიდღე სულ უფრო რეალური ხდება. ეს საშუალებას მისცემს არქტიკულ ქვეყნებსა და ჩინეთს მნიშვნელოვნად შეამცირონ მანძილი და ტვირთის მიწოდების დრო კონტინენტებს შორის. ამიტომ დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა აკონტროლოს ტერიტორია, რომელიც მომდევნო 10 წლეულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტი გახდება და ამას ეკონომიკური და შესაბამისად ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ხსნის.